საღამოშვიდობისა, პატრიოტულ ტელემაყურებელო, ეთერშია გადაცემა საუბარი მოძღვართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი. დაგვეცეთ მეუფე. შაბათს იყო ჯვართამაღლების დღესასწაული და ეს კვირა მთლიანად მოიცავს ჯვართამაღლების დღესასწაულს და აი მოდი ამით რომ დავიწყოთ ჩვენი გადაცემა და აი რას ნიშნავს ჯვართამაღლება, რატო აღესრულება იგი ყოველთვის ასე და რა მნიშვნელობა აქვს ამას? ერთ-ერთი იმ 12 დიდ დღესასწაულთა რის ეკუთვნის და ისტორიულად ვახშმით ჩვენ იმ დროს, როდესაც რომის იმპერატორი გახდა კონსტანტინე, რომელმაც გამოსცა მილანის ედიქტი და ქრისტიანებს ამით მიეცა უფლება თავისუფლად ქადაგების, მოღვაწეობის, თავის დადების შენების და ღვთისმსახურების. თუმცა წარმართობაც ჯერ კიდევ იყო მოქმედი და ამის შემდეგ დედამისი, დედოფალი ელენე იყო ქრისტიანი, ქრისტიან ოჯახში განზრდილი იყო და შვილსაც ეს სიყვარული ეკლესიისა ქრისტესი ჩაუნერგა გულში. და როდესაც ერთპიროვნული იმპერატორი გახდა კონსტანტინე, მან მიაქცია ყურადღება იმ წმინდა ადგილებს, სადაც უფალი მოღვაწეობდა. და დედოფალი ელენე ჩასული იყო წმინდა მიწაზე და მრავალი ეს ადგილი, სადაც უფალი მოღვაწეობდა, დადიოდა და გამორჩეული იყო რაღაც ნიშნებით და სახარებაში არის ხწერილი, იქ აიგო ტაძრები. მათ შორის მაცხოვრის დაფრის ადგილი, იქ დიდი ტაძარია და ასევე მისი აღდგომის საფლავი ქრისტეს იქთა წყაროთ ჩვენი ცხოვრებისა, ქრისტეს წმინდა აღდგომით. და დედოფალმა ელენემ მოიძია თუ რამე იყო დარჩენილი კიდე სიწმინდეები და მათ შორის მოიძია არის დაფლული მაცხოვრის ჯვარი და ის ტაძარი, ის ადგილი, გოლგოთა, სადაც მოხდა ჯვარს ქრისტესი, ის იმ ადგილას იყო აგებული შემდეგ ვენერას ტაძარი. ვენერა ისეთ წარმოსული ქალღმერთი და მოსიყვარული პაემნების და ურთიერთობების სპეციალურად გააკეთეს, რომ კვალი გაეკროთ, ხო? კი. და რადგან უკვე დამხობილია წარმართობა, იმ ტაძრის ადგილზე დაიწყეს გათხრები. სადაც ეძებდნენ აღმოჩენს ასაკოვანი ადამიანი, რომელიც გადმოცემით იცოდა სად იყო დაფლული ეს ჯვარი მაცხოვრის, მაგრამ და იქ ჩადეს გასხებ. ეს იქ არის დიდებული ტაძარი, სადაც აღდგომის დღესასწაულის წინადღე შაბათს ვესთან ცეცხლი გადამოდის და უამრავი ხალხი იკრიბება ამ სასწაულის ხიურენი. და ისეთ ამ დადიდან მე ქვევით ჩადის ესეთი დერეფანივით, ანუ აკავშირებს ამ ტაძარს იმ ადგილს, სადაც იყო ჯვარი მოპოვებული და შემდეგ ეს ჯვარი მოაბრძანეს და ხალხის დასანახად იქ ამაღლებულ ადგილას იდგა პატრიარქი იერუსალიმის და აღმავლობდა ჯვარს ხალხის დასანახად. და ხალხი რწმენით უგალობდა უფალო შეგვიწყალენ და ამის შემდეგ ეს დადგინდა ეს დღესასწაული ჯვართამაღლების. ამას დღესასწაული საღამოს ცისკრის ლოცვა, ღამისთელის ლოცვაში ცისკრის ლოცვაზე სამღვდელმთავრო მსახურება, მღვდელმთავარი დადის შუა ტაძარში კათედრაზე და აღამაღლებს ამ ჯვარს, იქ იკითხება შესაბამისი ლოცვები
საგამო კვერექსი რიგზე დაალაგებული ასე იგი ლოცვებია სავედებელი და გუნდი აი ამ ამაღლების დროს ამჯერისა გალობს უფალო შეგვიწვალე შესაძლოა და 4 მხარეს ამ ჯვარით და ილოცებს და ეკუთება მრევლი, ტაძარი და ქვეყანა. რატო ასეთი პატივი მიიღო ჯვარს? დავაში ვიტყოდით რომ ზოგიერთი უკვე სადაც ალბათ მე-16 საუკუნიდან დასავლეთ ქვეყნებში სადაც უფრო გავრცელებული იყო კათოლიციზმი, ჩნდება სხვადასხვა თვითნებური მიმდინარეობები. სადაც რელიგიური ლიდერები, ლუთერი იქნება, კალვინი იქნება თუ სხვა მოძღვარი და შემდეგ ეს დაყოფა გრძელდება, უფრო ვიტყო ჯგუფებად იყოფა, ამას უკვე სექტებს უწოდებენ და იმ პირვანდელი წმენის, რომელიც შემონახულია პირველ საუკუნეებიდან ეკლესიის წიაღში და გარდამოსცემით გადაეცემოდა მემკვიდრეობით ეს სარწმუნოება და შესაბამის საეკლესიო კრებებზე დაწყებული მოწყობდა კრებიდან პირველ საუკუნეში და შემდგომ საუკუნეებში ასე ჯობდებოდა, სადაც ხდებოდა გამტკიცება ქრისტიანული სარწმუნოების, ზნეობის, თვითონ ეკლესიის შიდაწყობის, ურთიერთობის ეკლესიის წიაღში ადამიანების და იმ ღირებულთა სისტემა სამართლებრივ ნორმებში მოქცეული არის. და ეკლესია ამ დღესასწაულს განსხვავებით აღნიშნავს. რატო ესეთი პატივი ჩვენ ეს კითხვა გვდავშეთ და ვიტყვით რომ ხუთამების იარაღია ჯვარი, მაგრამ უფალმა ინება ეს იარაღი. ყველაზე დამამცირებელია, ჯვარს აკრადნენ მონებს ან უმძიმეს ესე იგი დამნაშავეებს. და ჟულის ებელს უფალს სჯიან ჟულის დარღვევისთვის. იმიტომ რომ უფალმა თქვა რომ ჟულის წესებით ეს წესები არ არის საკმარისი საცხონებლად ადამიანისა. რომ ეს წესები მათ გარეგნული ქმედება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი საცხონებლად, რამე თუ ამ დროს შინაგანი ადამიანისა როგორია. შეიძლება გარეგნულ წესს ასრულებს. მარხალსაც ინახავს და ამ დროს გულში შეიძლება სიძულვილს ან სხვა რამე უსჯულებას ატარებს. ან განზრახვა აქვს ფოროთი, ან ანგარებით შეპყრობილია. ან თქვათ გემოთ მოყარებით, ან სხვა ვნებით, კიდე სიძვის უშობის ნებით და ანუ სჯული ეს წესი ვერ განწმენს ადამიანს. ის ხოდ მოუწოდებს მას ჭეშმარიტი ცხოვრებისაკენ. მაგრამ სჯულის წესი არ იქნება საკმარისი საცხონებლად, ამიტომ სული უნდა ცხონდეს. სხეული როგორც ნათქვამია თავიდანვე უფალი ეუბნება ცოდნაცემის შემდეგ ადამიანს რომ მიწა-მიწად მიიქცევა და სული დაუბრუნდა ღმერთს. ეს სიტყვა ძველი აღთქმის წიგნებიდან ეკლესიასში ცნობილია. რომელიც იწყება სიტყვით ამოება და ყოლე ამავარს და აი ამ ამოებაში შეიძლება და ძირფას სასახლეები, ბაღვენახები, ოქრო ვერცხლი, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. რამე თუ წარმოუდგენელი ცხოვრება ადამიანისა. მაგრამ მარადიული არის, სადაც ძველი აღთქმის წიგნი ეკლესიასთან მოტოვს, რომ ისინი თავი და თავი. ხო? დაიცემ ცნებები ისა. იმიტომ რომ იცით რომ მიწა, ანუ სხეული მიწად მიიქცევა და სული დაუბრუნდა ღმერთს, როცა მისცა იგი ადამიანს და ღმერთი განжის მას. ანუ თავარი ორიენტირი და თავარი ღირებულება არის სწორედ სული ადამიანისა. უკრავი სული, რომელიც საცხონებლად ადამიანისა, მარტო ცხოვრების დასამკვიდრებლად აქ მოცემულია.
მერთან ერთობაში ყოფნისაც არის მოცემული და მაცხოვარი ამისკენ მოუტოდებს, რომ ჯულიც სულიერ უნდა გაიგოს და იმ 10 ცნებებიდან განმარტავს, აი თქვათ, არის ცნება არაკაცკლა და მე გეუბნებით, რომ ყოველ ვინმეს თავის ძმას უწოდა სულიერი, ცოფი, ის ღირსია კუსარჯელისა, რომელმაც გულისკენ შეხედა კაცსა, მან უკვე თავის გულში იმრუშაო. ანუ უფალი მოუწოდებს განსაკუთრებულ სიტყვისაკენ, მაგრამ ეს სიტყვი მიუღწეველი ადამიანს თუ მას არ აქვს სინანული, განსაცდელთა. ანუ ჯული საზომია რომელთაც ორიენტირი ცხოვრებაში, მაგრამ თავარი მისი შინაგანი ცხოვრება არის. ამიტომ მაცხოვარი ამას ეუბნება და ჩვენ შეიძლება მოვიყოთ ეს სიტყვები ტერილიდან და მარკუს მახარებელის სახარება, როცა გეუბნება ჩვენ, რომ რომელსაც უნდა შემოდგომა ჩემდა, რომ შემომდგეს და მოსლა იჩენ და უარყავ თავითვისი და აღი ჯვარითვისი და შემოდეკი მე. ეს ჯვარი ადამიანებს უნდა იყოს, რა არის ეს ჯვარი? ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს ინდივიდუალური, არის განსაცდელები, საცდური, გაჭირვება, მწუხარება და როგორ უნდა იკითხოს, თუ მას სწამს ქრისტე, უყვარს ქრისტე, მაშინ ხდება, რომ თუ კი ღმერთი ცხადად მოუშვი ქვეყანაზე ხორციელად, მან დაითმინა დევნა, ცილისწამება, იწროება და ბოლოს უსამართლო განსჯა მისი მოქმედების და სასიკვდილო გაწირვა მისი, მაშინ ჩვენ ადამიანები რას უნდა ველოდებოდეთ და მეტიც, რადგან გაურება მოხდა ადამიანში, მიდიკილი ცოდვისაკენ გაცემული ბუნების კარნახით და ამავე დროს ღვთის ხატებისამებრ და მსგავსებთან შექმნილი ადამიანი ბრძოლა სიწმინდისაკენ, სიმართლისაკენ, თვითონ ადამიანში ბრძოლა და აი ამ ბრძოლაში თუ ის ქრისტეს მიბაძავს, უფალი ამას აიღე ჯვარი შენი და შემოვიდე მე. ანუ იტვირთე როგორ რწმენით, მოთმინებით, მიტევებით, სინანულით ეს ჯვარი და მაშინ შენ უფალთან ახლოს იქნები და უფალი შეგიწევ შენ. და შემდეგ ამბობს, რომ რა ისარგებლოს კაცისა, უკვე თუ შეიძლება სოფელი ესე ყოველი და სულით ისი იზღიოსო. ანუ რა იმისის კაცმა, ნაცვლად სულისათვისა. აი, ამბობს, სული არის ღირებული, ამიტომ სულს უკვდავება აქვს. სხეული წარმავალია, ხსნადია და სული არა. და სული მარტივია, ერთია და ის არ იხსნება, მაგრამ იხსნება თავისი ნების არჩევანით. რას იცის? უფლის გზას და მისაწინადო გზას. ამოებას, წარმავალს და მაშინ ამოებაში ის დარჩება ღვთისგან განშორებული და ესე ღვთისგან განშორება ესაა სწორედ დაგუპასულისა. ვინც სიცოცხლე მოგანიჭა, შენ იმას განუდექი. მან სიცოცხლე წყაროს აწოდები, აკვდები შენ და ამიტომ რას საზღაურს გას მისცემ სულისათვისო. და სხეული მოკვდება. ვისაც თუ სხეულს ზრუნავდი, ამ ქვეყნის დიდებისათვის ზრუნავდი, სიმძიდისათვის ზრუნავდი და სული დაგავიწყდა. ხო, და ეს წოდები რომ შენში არის როგორც ყველა ადამიანში დაფარული ქონდა და არ ამჟღავნებდი აშკარად საჯაროდ ამას და არ ნანობდი ამას. არ განიცდიდი და ანუ შენ უკვე ქრისტეს განშორებული ხარ. ამიტომ ერთ-ერთი თავარი მოწოდება ადამიანს ქრისტეს მიერ არის აიღოს ჯვარი და შეუდგეს და ჯვარს იღებს ის, ვინც ნანობს თავის წოდებს, გულისხმებს, გაშორების ღვთისგან. ამიტომ ამ საუბრის შემდეგ მაცხოვარი ეტყვის მოწაფეებს, რომ არიან ვინმე აქ მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოსიკვდილისა, ვიდრე იხილონ სასופელი ღვთისა
მომავალი ძალითა. და როგორ უნდა იხილონ ეს საშუალო მომავალი ძალითა? უფალმა გახსოვთ ფესალის დღესასწაული, რომ აიყვან მოწაფე მთაზე, თავის მთაზე და მათ წინაშე გამოჩნდა მისი დიდება, წყერვანი ათელი და მის წინაშე მდგომი ორი დიდი წინასწარმეტყველი, მოსე და ილია. ფერიცვალებას დღესასწაული, კი. ანუ აი ეს წინვალება იმ დიდებისა, რომელთაც არის მეთი შემოსილი, ადამიანის შესაძლებლობის ფარგლებში გამოუცხადა უფალმა. აი ეს არის სწორედ სულის სიდიადე, რომელსაც თქვენ მოვიწოდა უფალმა, თქვენც ამ დიდებაში შეხვიდეთ, ამ ნათელში იყო და მაგრამ გზა ქრისტეა. და სწორედ იქ თაბორის თასი მათ ისმის სიტყვა, როცა სულ წმინდა ღრუბლის სახით გადაიფარა და ხმა იყო ღრუბლიდან, ესა ჩემი საყვარელი მისი ისმინესო. აი აქ უფალმა დაანახა, რომ სული ადამიანისა ღვთის მსგავსებისაკენ მოწოდებული, ეს არ არის აბსტრაქცია, არ არის სიმბოლო წარმოსახვა ადამიანისა. ეს არის რეალობა, ჩვენთვის უხილავი, მაგრამ განცხადებული ქრისტეს მიერ ქვეყანაზე და მრავალი სასწაულად განცხადებული. ამიტომ გეუბნება აიღე ჯვარი და იცოდე, რომ შენ მოდიხარ ნათლისაკენ, მარადიულობისაკენ მოდიხარ და შორდები ამოებას. ეს ჯვარი განშორებს უფალმა გეცემანის ბაღში თავის მამისადმი ლოცვით ევედრებოდა, რომ თუ შესაძლებელი ამერიდეს ეს ასმისი ვარ შეცვა, ხომ არ იყოს ნებაში, როგორც მე მნებას, როგორც შენ, და ამას გულისხმობს, რომ ეს სასმისი იყო ის განგება ღვთისა ადამიანის ხონებისათვის, რომ სხვა გზა ადამიანის ხონებისა გარდა ამ ჯვარის ტვირთისა არ არსებობს. ჯვარის გარეშე ადამიანი ვერ მიუახლოვდა ღმერთს და თვითონ უფალმა ეს ჯვარი იტვირთა, რომ დაანახოს, რომ თუ კი უფალმა იტვირთა, ჩვენ გმართებს ჩვენი თითოეული პირადი ჯვარის ტვირთვა უდრტვინელად, ღვთისმეტყველების მრწმენით, საშუალებით და ბოროტების სიკეთის კეთებით, მშვიდობით დამკვიდრებით. ამას დღესასწაული და ეს შაბათს იყო ჯვართამაღლების დღესასწაული და ეს გრძელდება ეს დღეები დარგზავნამდე. მადლობა. თქვენ ახსენეთ, რომ უარყავ თავი თვისი. ახლა ბევრი ამ სიტყვას მოისმენს და ვერ გეუბნობს, აი თავის უარყოფა რას ნიშნავს? რაც ადამიანს ქონია ის არის მისი არასწორი ხედვა თავისა. ნუ ის დაცული ბუნების თვისება, რაც მას გააჩნია, მას გონია ეს არის თვითონ. და უფალი მოარყავ ეს, რაც შენი თავი გონია და სინამდვილეში შენ უფრო დიდებული ვინ ხარ, ღვთის მიერ შექმნილი ქვეყანაზე და ყველაზე ქმნილებათა შორის უპირველესი და უდიდებულესი, მოტოდებული მარჯვენა ცხოვრებისაკენ. ამიტომ ეს უარყავი ამ სოფლისა, აი ჯვარი და შემიძლია მე. შეთ ამას ეხება და თუმ ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია გახსენებს ჩვენ გზას ცხოვრებისას, უფლისაკენ მივალ გზას გვაჩვენებს და მაგრამ ძნელია, როცა შენ უსამართლოდ ვთქვათ გდევნიან, ან უსამართლოდ რასაც წამებენ კიდე და ან გაჭირებით ცხოვრობ, მილიონებში შენი ახლობლები შენ გან ითხოვენ, ისეთ სამსახური ნახო, რომ ის გამდიდდება და იმათაც დაეხმარება და არა თვალთ ეკლესიაში სიარული, არამედ თვალთ არა ლოცვით ცხოვრება და მარხვით, არამედ აი ამ საქმიანობით. საქმიანობას კი არ უარყოფთ, მაგრამ რწმენის გარეშე ხო ამოვას ცხოვრება. ჭეშმარიტი რწმენის, ქრისტეს მიერ რწმენის, იმიტომ რომ უფალმა გამოცხადა საზრისი ადამიანის ცხოვრების ქვეყანაზე. და ამიტომ მეუბნება, რომ აიღე ჯვარი შენი. მეტიც მეფე ვახტანგ გორგასალი თავის ანდერში და ვიტოვებს სიტყვას,
ეძიებდა პირველად სიკვდილსა ქრისტესათვისო. სიკვდილს ქრისტესათვის ეძიებდეთ, რომ მაინც უნდა გახვიდე ამ სოფლიდან, მაგრამ ქრისტიანად მაინც იყავი. იყო ისე გადისოფლდა, რომ ქრისტესთან იყო, რომ ეზიარო მარტო ცხოვრებას განიწმინდო, რაღაც უფალი ამს, რომ საშუფეველი ძალით მიიღწევო, იძულებითო. და ვინც აიძულებს ამის თავსო, ის მოიპოვს მას. თუმცა ადამიანის შეუძლებელია ცხოვრება, მაგრამ ღვთისმიერ შესაძლებელია. ღვთისმიერ მაშინ ღმერთი არ არის მოძრაობა, თანასწორ შეიყოს სოფელში. თუ შენ ცდილობ, უფალი შეგეწევა. თუ შენ უფალს ეწინააღმდეგები, უფალი მაინც ცდილობს შენ გადარჩენს, მაგრამ მის მოწოდებულს თუ არ ღებულობ შენ, აი უფლის გარეშე რჩები. და გამოიკიდები ამ წარმაულ ღირებულებებს. მაშინ თადია უკვე შენ სხვა გზას ირჩევ, როგორც მაცხოვრებელს ვაგანავს, რომ არის ორი გზა. ვიწრო გზა და ფართო გზა. ვიწრო გზა არის სწორედ თვითნებური სურვილების დაკმაყოფილება. პირიქით ასეთი სურვილების უარყოფა. საკუთარ თავთან ბრძოლა, ესე ვიწრო გზა. და ფართო გზა არის ჩემ ემსახურებ ნებებს, აყოლიყავს სინდისის ამ სოფლისა და ყველანი შენ თავს ამართლებს ყველაფერში და თვითნებურად დადიხარ. არა სჯულით, არა რწმენით, არამედ თვითნებურად, ღვთის გარეშე. და მრავლნი დადიან აუზითო, უფალი ამბობს. და მცირედი არიან, მაგრამ ვიწრო გზის დასასრული საუკუნე ცხოვრებაა და ფართო გზის დასასრული არის წარმავალი და დამღუპველი გზა. აი სახარებაში ერთ ადგილზე როცა ახალგაზრდა ვიც მოუწოდებს წამომყევი მე ახალგაზრდა კაცს და ჩემთან იყავი ისეთ ვის ჯერ მამას წავალ დაფლავდა აი შემდეგ მოვალოდა ქრისტიანობასით საუბარს აცადეთ მკვდრებმა მკვდარი დამარხონ აი რას ნიშნავს ეს როცა აიცი რომ ასეთი პატრის მიგება მშობლისათვის ეს ვალდებულება შვილის თუ ვიცი სიცოცხლე მოგანჭე, ვის გავზარდა დაგაყენა ფეხზე, იმას მაგრამ თუ არის ვინც პატივს მიაგებს მას, მაშინ დაუცე რომ ამას შეასრულო, ვინც ამ ქვეყნად ხორციელ და საქმიანობით ცხოვრობს და შენ მე გამომყევიო, უფალი მე გამომყევიო, მე გამომყევი ნიშნავს რომ ქრისტეს მიცხოვრება და ამ ცხოვრებაზე უფალი ამბობს რომ ლოცვითა და მარხვით და განდევნება ცოდვა და სასტური და სულიერი ცხოვრებით იცხოვრე და მაშინ იმ მშობლის სულისათვის ილოცე და არ მისი ცხოვრებისათვის. ამიტომ დართა დაფლანთაში გდარნიო. იმას უკვე სული განეშორა, ამიტომ გდარი და ესენი ღვთისგან გაშორებულნი არიან, ამიტომ არ გდარნი. და შენ შემომიდექი მე, ანუ ბაძვის ცხოვრების თანაზე გახდი და მამა შენ სულისად იზრუნე ჩემთან ერთად. ჩემ მათ ლოცვით ვედრებით. ჩემთან მსახურებით. აი ეს. მე ვფიქრე ეს მახსენდება როცა უფალი დედაკაც გამოცდის ხო ალბათ როცა ის თხოვს არეგებისო პურიო შვილებს მოაგდა და ძაღლებს მიცავ ცოტა ისეთი რა თქვამია ხო ადამიანს ეგ რო თქვა გაიქცევა გავარდება გულმოსული და აი იმ დედაკაცმა დაითმინა და ისეთი სიტყვა უთხრა ხო აი ეს რო განმარტოთ კიდე ეს იყო ქანანის დედაკაცი ქანანის ქვეყნიდან და თვითონაც არ იყო იუდეველი მაგრამ გაგონილი ქონდა მაცხოვრის შესახებ და მიმართა ვედრებით რომ ჩემი ასულიო არის ესე იგი შეპყრობილი ბოროტის სულითო და განკურნეო და შეგიძლიაო განკურნო უფალი მას არ პასუხობს თუმცა თავი ეს დეო დავითისო შემიწყალე მაგრამ მიმართავს მას დეო დავითისო ამ ქვეყნიური მეფე დავითის შთამომავალი ხარ შენ და უფალი არ პასუხობს მას და შემდეგ მოკლედ ეტყვის უფალო შემიწყალე ანუ უპირატესობა შენ უფალი ხარ შენ შეგიძლია არ ვიტყვი დედავითისა ბევრი არის ბევრი იყო მაშინაც დავითის შთამომავლებიდან მაგრამ უპირატესია რომ ეს შენ უფალი ხარ
შენ გიძლია ეს და მაგრამ უფალმა მაცხოვრებელმა გამოსცადა ეს მისი რწმენა და უთხრა როგორც წარმართებს უწოდებდნენ ხოლმე იუდეველები რომ როგორც აი დაძაღლი არის ერთგული თავის პატრონის მაგრამ ის არ არის ის მათ პირუტყვია და ამიტომ შეიძლება ემსახუროს այս ბატონს მაგრამ მისი ასეთ თანაზია თან ვერ იქნება რადგან ადამიანს სული აქვს მონიჭებული და ის მაინც ხო შვინიერი არსებაა ასეთი არსებითი განსხვავებაა და მათხოვარი ეტომ საარკეჩურას აღებად პური და შვილების განო დაართო შვილებსო და მისცე ჯაღლებსო თქვენ კი რაღაცა გარკვეულ წესებს ერთგულად ასრულებთო მაგრამ სული არ გაქვთ თქვენ ღვთისშემეცნებელი სული არ ახართ მაგრამ ამაზე უპასუხავ რომ დაღლებით ჭამენ თავის ბატონის სუფრიდან გადმოცემულ ნამცეცებსო აი მიწაზე ანუ მცირედ ითხოვს და აღიარებს რომ როგორც წარმართი მან ვერ შეიცნო ღმერთი მაგრამ ღმერთი მოწყალია და თავის ქმნილებისათვის ზრუნავს და ეს ნამცეცი რომელსაც ესე დამდაბლება ღვთის წინაშე და ეს საზრდო მცირედი სიტყვა ღვთისაც აღმოცენდება მაშინ როგორც სამეწო დედაკაც უთხრა მოთხოვნა წყარომსაც მე მოგცემ შენ ერთხელ შესო და აღარ მოგწურდება რომ აღმოცენდება შენიდან წყაროც ხოვრის მარჯვით ხოვრზე მიედინებაო აი ეს არის მოწოდება და მათხოვ თავის მოწაფეებს ამ ხელს ასეთი რწმენა რომ ამ ხელს აქვს თამდაბლობითო ისევში არ მინახავსო თვითონ მოციქულსაც აყვედებს მეტყვი მათ უთხრეს რომ რამე მიეცი რომ დაგვანებოს შეგვაწუხაო არა ასეთ მოწყალება არ არის სიყვარული უნდა ითხოვ და თქვენ მოშორება გინდა გაჭირებული ადამიანისა იმას გადარჩენა უნდა ხსნა არა მარტო მისიასულის განკურნება რომ თვითონ მასში ჭეშმარიტ წესს აღმოცენება და ამიტომ უფალი ეუბნება რომ გამოსცის და დაანახებს თავის რით არის უპირატესი ამ თავის მოწაფეებთან შედარებით რომ მასამ შვილის სიყვარული ბუნებრივი სიყვარული იმდენ დიდია რომ თავს დაინდაბლეს ყველანაირად ოღონდ შვილი გადამირჩინია შინი მიცოცხლეო და ეს ასული იგივე სულია ადამიანისა მასში და თუ ჩვენში სული აი მასურის დალადობით თუ სასტურებით მიეძიკა სხვა გზამ და შეპყრობილი და სხვა გზად მიყვება იმას ჭირდება განკურნება და განიკურნება თანდაბლობით და სინანულით დიდი მადლობა მეუფე თქვენ აი ის კვირა სტუმრიანობა იყო ასე რომ ვთქვათ ჩვენ ეპარქია ძალიან სტუმრიანობა იყო და აი ამის შესახებ რო ვისაუბროთ რას ეხებოდა რა ჩატარდა კი რა მოხდა ну ეს წელი გამოცხადდა საიუბილეო სამი დიდი ესეთი თარიღი ჩვენი ერის ისტორიის დიდი თარიღი მობილი ჩვენი გაქრისტიანების 1700 წელი როცა უკვე სახელმწიფო დონეზე და ხალხში გავრცელდა რწმენა ქრისტესი და წმინდანოს ხადაგები და შემდეგ მირენის მოქცევით და ეს ერთი არის და მეორე არის უდიდესი ღვაწლი მეფე დავით აღმაშენებელისა რომელიც სახელმწიფოებრიად გააძლიერა საქართველოს მისი დამოუკიდებლობის პრეზიდენტობა ჩამოყალიბა და დაუდო სათავე ოქროს ხანას საქართველოში და ასე გზა ქვეყნის წარმატებისა, აღორძინებისა და გაძლიერებისა. ამიტომ ამის 900 წლის თავი არის მეფე დავითის აღმაშენებლის გარდაცვალების და შემდგომ წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სასტიკად წამებული შაჰ-აბასის მიერ და
მისი 400 წლის თავი. და ჩვენ აღინიშნა სწორედ დავით აღმაშენებლის განსაკუთრებულად დაწყებითი რეკლამის დრო და შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენ ეს. კი ბატონო. ორბი ჯგუფის შოკ აქცია ბათუმში. აპარტამენტები შოკ ფასად 18750-ად. დიახ, შოკ ფასად 18750-ად. ორბი მილენიუმი ორბის ახალი გრანდიოზული პროექტია ბათუმში. ზღვის ხედით, უმაგრესი ლოკაციით. პროექტი, რომელიც შეიქმნა მსოფლიოში აღიარებული ბრიტანული არქიტექტურული კომპანია Wilkinson Eyres მიერ. კომპლექსში განთავსებული იქნება 5 ვარსკვლავიანი ბრენდული საერთაშორისო ოპერატორი. გაცნობებთ, რომ კომპანიის ოფისებში მსურველთა ცოცხალი რიგებია. ამიტომ დაგვიკავშირდით, რომ ჩაეწეროთ რიგში ან შეუკვეთოთ ონლაინ ვიზიტი. დაგვიკავშირდით კოლ-ცენტრის ნომერზე +995 322 200 ან WhatsApp-ით +995 555 310000. ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს orbi.g. ორბი ჯგუფი გაცნობებთ, რომ უცხოეთში მყოფ ემიგრანტებს და ქვეყნის შიგნით მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ოფისში მოსვლას, აპარტამენტების შერჩევა, შეძენა, ხელშეკრულების გაფორმება და თანხის გადახდა სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად, ონლაინ ფორმითაც შეუძლიათ. საქართველოს კანონმდებლობით, დისტანციურად, ონლაინ გაფორმებული ხელშეკრულება იგივე იურიდიული ძალის მქონეა, როგორიც სანოტარო ან კომპანიის ოფისში გაფორმებული ხელშეკრულება. დაგვიკავშირდით კოლ-ცენტრის ნომერზე +995 322 200 ან WhatsApp-ით +995 555 310000. ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს orbi.g. 2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 5 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემის მერს, თბილისის და 63 მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრებს. ამორჩეველთა თითქმის 90%-ს ექნება შესაძლებლობა ხმამისცეს საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით. საარჩევნო უბანზე ამორჩეველს ერთი ბიულეტენი დახვდება, რომელიც 3 სვეტად იქნება დაყოფილი. ამორჩეველმა საკუთარი არჩევანის შესაბამისად თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრის შიდა სივრცე. მოდი არჩევნებზე, გააკეთე არჩევანი. შენი ხმა მნიშვნელოვანია. CESCO არჩევნები საერთო საქმეა. შეცვალეს. მე უფრო გძელდება ჩვენი გადაცემა და აი იმ სტუმრიანობას ვეხებოდით დავითის. ეხ, ამიტომ საქართველოს მასშტაბით პრაქტიკულად ყველა ეპარქიაში, ყველა ქალაქში სრულდება ესეც სადასწავლოს იგი წირვალოცვა, მოხსენება, განსაკუთრებით ლოცვა, აღვლენა და მრევლის აქტივობით და ერის აქტივობით და აღნიშნა ამ დღეებისა. მაგრამ ბუნებრივია რომ ჩვენ ეპარქიას და განსაკუთრებით ქუთაისს და გელათს აქ ის უპირატესობა. დავით აღმაშენებლის ამ იუბილეს აღსანიშნავად. რამე თუ მეფედ იკურთხა ბაგრატზე ააგო სამეცნიერო ცენტრი გელათის აკადემია, სამეუფო მონასტერი და მომავალში მეფეთა საძვალე და მან შექმნა ძლიერი სახელმწიფო, უზრუნველესი ჯარი, ლაშქარი, და ძლიერ მტებს და ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითყოფადობა და მისი ტრადიციების და კულტურის აღორძინება და რწმენით, სიწმინდით ზნეობრივად ცხოვრება. აი ეს ყველა მიმართულებით მეფე მიღწევა და განისვენა გელათში. აი ალი და ჰოვე აქედან დაიწყო მისი მეფობა და დასრულდა და მისი მეფობის ეს ორი ნიშანია. ამიტომ ჩვენთან საზეიმო წირვა იყო ბაგრატზე, თელთავრები იყო ჩამოსული, ვინც შეძლო თავის ეპარქიაში იყო დაკავებული, იქ აღნიშნა დღესასწაული და შემდეგ იყო საზეიმო მსვლელობა გელათისკენ. ქალაქი გამოვიარეთ, მე ავედით და პარაკლისის საველდრებელი ლოცვა აღავლეთ მეფე დავითის საფლავზე და შემდეგ იყო პრეზენტაცია მომზადებული, იგი ჩვენი ისტორიკოსი მეცნიერების ბატონ ლევა ტყეშილაშვილის წიგნები მეფე დავითზე, გელათზე
და რადგან 1000 წელია დაწინაურდა შემოსვლა საქართველოს აღენიშნება და გაქრისტიანება ჩვენერისა და მისი ცხოვრება ბუკლეტების შესაბამისი და სხვა ლიტერატურა დაურიგდა იყო შექმნილი მოკლე ფილმი ასეთი დოკუმენტური და შემეცნებითი სადაც ისევ ჩვენი ეპარქიის მეცნიერები აკადემიის სემინარიის პროფესორები გამოვიდნენ სიტყვით წინა დღეს ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა სადაც უნივერსიტეტის პროფესორებმა მიმართეს სიტყვით და აღნიშნეს ესეთი მნიშვნელობა ამ ეპოქის დავითის ეპოქის ქართული ერის სახელმწიფო ცხოვრებაში და აი ეს დღესასწაულები წინ უძღოდა შემდეგ უკვე იყო კახეთში ალავერის ტაძარში საზეიმო წირვა იყო და წინა დიდ მოწამე დედოფლის ხშოვნას მიეძნა და მანამდე უკვე ტარდებოდა ბათუმში იყო კონფერენციები და საზეიმო შლელობა მანამდე 12 აგვისტოს დიდგორის ველზე იყო დიდი ასეთ შეკრება და აღნიშნა ამ დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობის ქართული ერის სამოულო ცხოვრებაში ასე მთელი საქართველო აღიარეს რასთან დაკავშირებით რომ ჩვენ ვამბობთ ევროპაში შევიდეთ რითი შედიხარ ევროპაში ხალხარიელი თუ სიმდიდრე შენი მემკვიდრეობისა ისო მემკვიდრეობისა იმ ღირსებისა რომ ჩვენ შეინარჩუნ შენი თვითიდენტობა სარწმუნოებრივი იქნება საგანმანათლებლო იქნება ბრძოლის უნარიანობა შენი იქნება თუ სხვა თვისებები რომ შენ შეიძლება აი ეს არა მარტო საქართველოს იყო და გრძელდება ეს სადღესავ აღნიშნა მომავალთვისაც გაგრძელდება კიდე რომ ჩვენ როგორც უკვე ითქვა ჩვენ თუ შევალთ ევროპაში არა თავდახრილები როგორც ასეთ მორჩილები არამედ ჩვენი ღირსებით ჩვენი დიადი ისტორიით და ჩვენი კულტურით და ჩვენი თვითიდენტობის დაცვით თქვენ მოფება იმათ ისინის ახლა რაც რეალობა იმას ვიტყვი ხო ისინი გვაძალებენ რაღაც არატრადიციული ისინი მივიღოთ ისტორიას დავივიწყოთ არავის არ აინტერესებს ჩვენი ისტორია და ჩვენი წარსული მეუფე სხვა საქართველო უნდათ იმათ ხო თვითონ ეს აი დამოკიდებულება საშინაო დავალების გვაძლევენ რომ აი თუ ამას გადალახავთ მე შემოხვათ მაგრამ თვითონ საშინაო დავალებენ თურქეთს და 20 წელი თურქები ამ დავალებას ასრულებენ დაიყანა რა გვინდა ჩვენ ყველაფერი ეკონომიკა აღურძა თურქეთში და გაძლიერდა თავი ჯარი ჩამოყალიბდა ჯანდაცვის სისტემა გაძლიერდა საოცარ კლინიკებია ხო და კიდევ აღებულობენ იმას ევროპაში რაღა მაკლეაო ესე იგი გასაგებია რომ ევროპაში შესვლა როგორც ჩვენ ხედავთ იმ მაგალითი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლონეთის უნგრეთის ჩეხეთის ბულგარეთის და რუმინეთის მაგალითზე ჩვენ ხედავთ რას რომ იქ რაც ჰქონდათ წარმოებები და მეურნეობები დაიხურა და უმუშეო დარჩენილი ხალხი იაფასენ მუშად დავიდა დასავლეთ ქვეყნებში სამუშაოდ. აი ეს იყო შედეგი და ჩვენგან სამოსეულდებიან. ჩვენ და მიატო ჩვენ ვენახებს და დავჯერდებით იტალიის და საფრანგეთის ვენახს და იმადღვინოს. თუ რასეულდებიან. ჩვენი ბაღები და საოცარი ჯიში ვაშლების უმამრავი 300-ზე მეტი ჯიში ვაჟისა არის ჩვენი ამდენ ჯიში ვაშლის ხის არის საქართველოში ეს ყოველთვის უარყო შენი ციტრუსის პლანტაციები უარყავი ჩაის წარმოება უარყავი მაშინ რა ხარ მე მარტო მუშახელი იაფასიანი ფაის სწავლის პროგრამაც რო აქვს. სწავლის პროგრამაც რო აქვს. სწავლის პროგრამა ცალკე ყველა ის მიხვდება ხა ადამიანი, გონიერი ადამიანი რომ წაიყვას იგ 1000 კაცაც კი წაიყვას, მეუფე, მაგრამ იმ 1000-ში 1 5-10 კაცი რო ამოჩნდეს გენიოსი,
ის მის ეკონომიკას და მის ქვეყანას წინ გაწევს, იმას იქეთ აქეთ არ გამოუშვებენ უკან. და ფაქტობრივად ჩვენ მომავალს გვართმევენ, არა მარტო ჩვენ, ყველა ქვეყნებს ასე ექცევენ. გვართმევენ მომავალს და აი თვითონ მიყავთ ის და მე თვითონ მიყენებენ ამას. სამწუხაროდ ეს მომავალი გაახმოვანა ექს-პრეზიდენტმა ბატონ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ქართული ერი უნდა გახდეს მომსახურე ერი. ანუ პერსპექტივა ჩვენი უნდა მომსახურე პერსონალი. ხო, გავართოთ ევროპელები, ვემსახუროთ მათ და უარყოთ ჩვენი ისტორია, იდენტობა. ამიტომ დაიწყეს ზოგიერთმა უგანათლებულებმა წიგნიერად უგანათლებულმა ადამიანებმა უკვე სიბერის ჟამს აღმოაჩინეს, რომ ჩვენი მეფეები თურმე სულელები იყვნენ. და ადრე არ ვთქვია, საიდან მოვიდა ეს? რა დაკვეთა მოვიდა, რომ ჩვენ არანი ღირსება არ გაგვაჩინა ჩვენ ისტორიაში და საამაყოთ არაფერი გვაქვს თურმე. აი, ასე როგორ უნდა დაეცე, რომ შენ უარყო შენი ისტორია, დაიწყო შენი დიდება, შენი ძლიერება, შენი აღმავლობა, ეს ყველაფერი. კი იყო ბრძოლა, იყო დაცემაც იყო, მაგრამ ადგომაც ხო იყო. აი ეს ამ პატარა ერმა ისეთი ქარიშხლებს გაუძლო მეუფე და დღემდე მოაღწია, ეს ამას უნდა დაფასება თუ ხო, სამშობლო რა არის მეუფე, სამშობლო არის მიწა, წყალი და როგორც მოული, ისეთი იქნება და დაანეგვიანებ, ნაგავი იქნება და მე სამშობლოს უყურებენ, არა მე საქართველოში არ გავჩერდების, ამინდა საქართველოში, თუ არ მოული ამ სამშობლოს და უპატრონო. მაშინ მე კითხვა მაქვს, რა არ მოგწონს საქართველოში? ბუნება არ მოგწონს? ბუნება? კაი ისეთი ბუნება, იმიტომ რომ უყვარს ეს ბუნება სხვა ტურისტები, იმიტომ მოდიან. რა, შენი წარსული ხო, აი თქვა ეს ტანძრები, სადენო მხატვრობა, იქ ციხესიმაგრეები, მუზეუმებში შენი ძვირფასი ნივთები, იუველირობის ნიმუშები, ხო, ეს, მაგრამ ეს უკვე შენ უნდა მოიკვეთო. ეს შენი საკუთრება კი არის, მსოფლიოს ეკუთვნის ეს ყველაფერი და შენი იდენტობა სადღა არის, შენ მინახავ. საოცარია, რომ როგორ ადვილად შეიძლება თავისი ღირსება ადამიანს გაცხოვს მათ კომფორტზე. აი ეს ფულზე. დიახ, სამწუხაროდ დახარბებული არიან დღეს ჩანს მეუფე, რომ აი ფულზე დახარბებული. როცა იყო გაჭირვების წლები 90 წლები, უცებ გამოჩნდა ქველმოქმედი სოროსი. და შემოიტანა ესეთ რომ წარმოდგენს საინტერესო პროგრამები თქვენი და მე დაგაფინანსებთო. მას უნდა საინტერესო პროგრამები მიიღო და მე განეხორციელო მის თავი და იქიდან მილიონი შემოსული ექნებოდა და აქ რამდენიმე 1000 საძებდა პროექტის ავტორს. როგორც ახალგაზრდებს ჩაუტარენ, თვითონ საქართველოში ჩაატარეს. ხო? საქართველოში ბიზნესმენები როჯდებოდნენ და ახალგაზრდა ბიჭებს ალაპარაკებდნენ, აი რა პროგრამა შეიძლება, რა მომავალი შეიძლება და მე თვითონ მიგონა ისე. ანუ ჩვენი საოცარი ინტელექტი შემოქმედებითი გამოიყენეს შეკაპიტალიზდა თვითონ გამდიდნენ კიდე. ამას ქვია ნეოკოლონიალური პოლიტიკის ერთ-ერთი მხარე. თქვენ ჩვენი გადაცემას დასასრულს უახლოვდება და ბარე 4-ში არჩევნები გვაქვს და უსურვოთ რომ მშვიდობიანად წარიმართოს და ქართველმა ხალხმა აირჩიოს ვინც მართლა ღირსეულია და ასარჩევია. არჩევნები კი რა საქმეა. ეკლესიის პოზიცია. მე როდესაც რუსთავში მსახურობდი, მაშინ იქაც მდელთავარი იყავ ეპარქიის მმართველი და ჩვენ არჩევნების წინ 1-2 დღით მშენებლობას ვატყობდით ხოლმე ტაძრებიდან და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ვიკრიბებოდით და სამშვიდობო პარადის ვხდით, რომ ჩატარდეს მშვიდობიანად და უკეთესი სწორი არჩევანი გაკეთოს ერმა და ქვეყანა. ხო, ვითხოვდი რომ აქაც ჩვენ საქმე არის რომ ვილოცოთ რომ მშვიდობა იყოს, არავით არის დაპირისპირება, ვითომაც ძალადობრივი თავდასხმა და მე გადაბრალება შემდეგაც პარლამენტის შენობას ანუ საკრებულოს ხალხის არჩეულ წარმომადგენლების საკრებულოს თავს ესხმი ანტონ ფანჯებს მე პეტარდებით ის იქაც ეს უკიდებ იქ სალანძრავს სიტყვებს დააწეს შენობამ რა დაგიშავა
ეს ხო შენობა შენი ღირსების მაჩვენებელია, რატო ანტიკრიბებენ შენი არჩეული ადამიანები. და შენ თუ არ აგირჩევ ესენი და შენ უმცირეს ვახდი, მაშინ როგორც უმცირესობა, თვითონ ძალადობ უმრავლესობაზე? ყოველ თავში წარმოუდგენელია. და მე კიდე აბრალებს, რომ პოლიცია რომ ვალდებული იყო დაეცვა ეს შენობა ხულიგნობისგან, ძალადობისგან, თურმე ის იყო დამნაშავე. აი ესეთი გაუღმართებული ხედვა წარმოუდგენელია. და ხედავენ მარტო უკვე თავდაცვის მიზნით იერიშზე გადასული პოლიცია და რამ გამოიწვია ეს, რომ რამდენი პოლიციას დაწვეს. პიტერ ცეცხლი ჩაშხანი მიუშენეს და სახე დაეწევს ტანსაცმელი ტანზე დამწერლობა საავტოფოში და დაივალიდა ესენი. არა ერთი აქციული ხალი, კი არ უნდა აქციულიყო, არ უნდა ეცემოთ, გასაგებია, მაგრამ დანარჩენზეც ილაპარაკე მაშინ, რამ გამოიწვია? ის ხალი რატო მივიდა საჩხუბრად იმ პოლიციას, რატო აგინებდა პოლიციას, ამას არ აკითხულობს. არამედ კი არა, აი ესენი ვითომ სამართლის მაძიებელნი თავს ხუჭავენ და ის თვითონ არ მონაწილეობდა, ის სადაც შვედან უყურებდა, ამიტომ ეს ჩვენ მშვიდობეთ ვიდექით, შენ კი იდექი მშვიდობეთ შორს, მაგრამ ეს ექსტრემისტები რატომ მიუშვით? აი ნებისმიერ ქვეყანაში ამას არ გააკეთებენ. ევროპაში ჩვენ ხო ვნახეთ კადრები, საფრანგეთში, გერმანიაში პოლიციის ხელის შეხება, მისი ლანძღვა, როდესაც ის თავის მოვალეობას ასრულებს, სასტიკად ისჯება. ამერიკაშიც, საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, ინგლისშიც დაუშვებელი არის ეს. და მაშინ რატო დაშვებული საქართველოში? თუ ჩვენ ევროპა გვინდათ, მაშინ ევროპული ღირებულება მიიღე. და დგას პოლიცია, მაშინ აგრესორს რატო ისმე თავს? ის ხო იდგა. და მე გამოიწვიე იძულებული გახდა რომ სხვანაირად ვეღარ იცავდა იმ შენობას და ვერასდროს თავის მოვალეობას. და რა იყო? ის ევროპული იარაღი, წყლის ჭავლი. ვინ გამოიგონა ევროპამ? ხელკეთები ვინ გამოიგონა ევროპამ? საჭირო შემთხვევაში მაშინ ვალდებულია ეს გამოიყენოს. მაშინ მე ვეტყოდი რომ თუ ვინც არ ქრისტიანი, გაიხსენოს პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ. მე-13 თავში, სადაც ზუსტად მოცემული სახელმწიფოს და ხელისუფლების მიერ დამოკიდებული ქრისტიანის როგორი უნდა იყოს. და ამასაც მოციქული, როდესაც მეფე, იმპერატორი არის წარმართი და მდევნელი ქრისტიანების. მაგრამ ამბობს რომ ქრისტიანებმა ამაზე ძალადობით არ უნდა უპასუხო. და აქ ვიდები ძალადობით შენ ხელისუფლებაზე? რატო? ხო ახსენებ არჩევნები. არჩევნები ზით მოდი. აი ხო? არის ხო არჩევნები შაბათს ხოდი ხო? არის არჩევნები კი. და მოდი და აირჩი შენ. ვინმე გიშლის ხელს? და რატომ დაიძალადო? იმიტომ რომ წესრიგში ხარ? თქვენ ჩვენი დროც ამოიწურა გადაცემის და დავამშვიდობ ჩვენ ტელემაყურებელს და სანამ დავამშვიდობები მეუფე. ერთ სამწუხარო ინფორმაციას თქვა და ვაცნობ ჩვენ ვინც გვიყურებს, ვინც ხედავს რომ ტელეკომპანია რიონი მე მგონი შეწყვიტავს თავის არსებობას ფინანსური დავალენებების გამო და არავინ არ ეხმარება მას და მე მგონი ყველას ინტერესი უნდა იყოს რომ ჩვენ ქალაქში ეს ზირძველი ტელევიზია არსებობდეს და არ შეწყვიტოს ფუნქციონირება. მეც თავად ამ ტელევიზიაში ვმუშაობდი და უამრავი ადამიანი გაზარდა და აღიზარდა ამ ტელევიზიაში. საოცარ და პირველი ტელევიზია იყო ეს დამოუკიდებელი, თითქმის მთელ საქართველოში ასე რომ ვთქვა, შეიძლება ესე ვთქვა და მინდა უსურვო მას რომ აი ვისაც შეუძლია გვერდში დაუდგეს ამ ტელევიზიას ქალბატონ თამილას რომ დაუდგენ და ეგებ გადავარჩინოთ ტელევიზია ამ ძიმე მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ და ეგებ გააგრძელოს თავისი მუშაობა და შემოქმედება. უსურვოთ წარმატებები ჩვენ ტელევიზიასაც მე. ვფიქრობ ახლა გაივლის არჩევნები და უნდა ჩადოს ანალიზი აკეთეს. როგორ დაიწყო მოღვაწეობა სტუდიამ და როგორ იყო მოზიდული დაინტერესებული საზოგადოება ამით და ისი თანადგომი და ხელშეწყობით მოხდა. რა არის მიზეზი დღეს ეს აღარ იმ მასშტაბით აღარ სრულდება და არ საკმარისია და ამ ანალიზის შედეგად მე გამოსავალი ვიყოთ. იხურება რა იმიტომ ვინმე კი არ ხურავს. თვითონ თუ სახსები არ ყოფნის საარსებობისათვის ეს არის მიზეზი, მაგრამ
მიზეზი რატო არ არის ეს სახსები? ეგ შევსაკითხებდა გადააფასოს თავისი საქმიანობა და დაიწყეს უფრო ფართო საზოგადოება. როგორც ჩანს, სხვა ტელევიზია ახლა კონკურენციის პრინციპია. არის ტელევიზიები, რომელიც სახელმწიფო ფინანსდება, არის ტელევიზიები, რომელსაც არ ვიცი წყარულად დაფინანსებს, მაგრამ საკმაოდ მაღლა ნაზღაურებული არის და მაგრამ ეს თუ შენი ხმა არის, შენი რეგიონი, შენი ქალაქის, იყავი პატრიოტი და მიიღე მონაწილეობა. შესაბამისად, მაგრამ ტელევიზიას პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, მისი საინტერესო ფილმი იქნება თუ კადრები იქნება, ჩვენება რაღაცა ფართო ესეთი სპექტრი საზოგადო ცხოვრებისა საინტერესო, იმიტომ რომ ხეთი ადამიანი მეც მიდეკეს სიზარმაცისკენ. რო ვიცი რა მარხზე არის კარგი რეკლამები და კარგი იმას უყურებ და აქ აღარ უყურებ. ну არის ეს პროცესი სამწუხაროდ მაინც უნდა დაფასდეს მე უკვე რეგიონალური ტელევიზიები და ჩვენი ტელევიზია და მეორე ხელისუფლებაც უნდა დაუდგეს და დაფინანსოს რომ ტელევიზიამ თავი გაიტანოს. კერძო ტელევიზიებს შორის არაერთხელ პირველი პრიზები მიიღო ამ სტუდიას, ამ ტელევიზიას და ხო, ასე რომ აი ეს გამოცდილებას უნდა იყოს დაფასებული და გამოყენებული. უსურვოთ წინსვლა და წარმატებები. მშვიდობა იყოს დიახ ქვეყანას. მშვიდობებით პარტიზანთა მაღლობლობა მომავალ შეხვედრაზე.